ინგა გრიგოლია რომ არ ყოფილიყავი, შენი ცხოვრება როგორი იქნებოდა? მიფიქრია ამაზე. სხვა შორის გუშინ ვეუბნებოდი ჩემს თანამშრომლებს, რომ არ ყოფილიყო სატელევიზიო ინგა გრიგოლია, ალბათ უფრო მშვიდი ცხოვრება მექნებოდა, ვიდრე შემომაჩეჩა ამ პროფესიამ, რომელიც არანორმალურად მიყვარდა მთელი ცხოვრება და სულ ვამბობ, რომ ვარ უბედნიერესი ქალი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო პროფესიული ცხოვრება მარგუნა ბედმა. მაგრამ აი გუშინ საუბრობდით, რომ დაღლილი რო ხარ, ხო იცი, ძალიან ბევრი მუშაობა მიწევს, არანორმალურ რეჟიმში ვმუშაობ და დაღლილი ვიყავით, აი მეთქი რა მინდოდა, ესე ვთქვი, რატო არ დაიწყევლა ის დღე, მე რო პირველად ფეხი შევდგი ტელევიზიაში და უცებ მკითხა ჩვენმა ვიზაჟისტმა, რომ აი რო არ ყოფილიყავი, ზუსტად ეს კითხვა დამისვა, თქვა ჟურნალისტი ვინ იქნებოდი და ვუთხარი ისე რომ ბევრი არ მიფიქრია, ალბათ იურისტი, ალბათ ადვოკატი, თქო, იმიტომ რომ ძალიან მხიბლავს ეს პროფესია. მონათესავე პროფესია? აი ძალიან მხიბლავს და ამაზე მე ნაფიქრი მაქვს, რომ მამა ჩემი მთელი ცხოვრება მეხვეწებოდა, როცა უნივერსიტეტში ვაბარებდი. აი ესეთ საბჭოთა ხუთასანი ბავშვი ვიყავი და როცა გაიგო რომ უნივერსიტეტში ვაბარები, ქართული ენის და ლიტერატურის სპეციალისტი უნდა ანუ ფილოლოგიურზე ვერ გაიგო, იმიტომ რომ ხო იცი საბჭოთა თაობა მამების და დედების და ზედ კიდე მე ხარ, როდინა მე-20 საუკუნეში რომ ამბობ ხოლმე 1900 რაღაცე, ჩემი შვილი გიждდება, რომ რა ნუ იცი ესე ლაპარაკი 1900. ხო და მამა ჩემმა ვერ გაიგო, რომ ეს რაღაცა ხუთოსანი შვილი მისი რა ფილოლოგიურიო და მეთქი რავი, მაინტერესებდა მაშინ და მეხვეწებოდა, რომ იურიდიულზე ჩააბარ, იმიტომ რომ მისთვის იყო აი ძალიან პრესტიჟი, ძალიან უნდოდა, რომ აი ახლა რომ ვფიქრობ, ალბათ ერთადერთი პროფესია, სადაც ჩემს თავს ვხედავ იურისტი. კი, ძალიან უნდოდა ჩემს მშობლებს, რომ გასაკვირველია სამედიცინო და არასოდეს არ მდომებია, თუმცა ყველაზე დიდ პატივს ვცემ ექიმებს მიმაჩნია, რომ ყველაზე მაგარი პროფესია ამ სამყაროში, აი ყველაზე მაგარი, აი სულ სხვანაირად ვუყურებ, მაგრამ ჩემი თავი ვერასოდეს ვერ დავინახე, ამაზე კატეგორიული ვარ ვთქვი და აი მამა ჩემი მეხვეწებოდა ხოლმე და ეხლა რომ ვფიქრობ, ალბათ ძალიან კარგად ვიგრძნობდი თავს ამ პროფესიაში.